ის ბიუჯეტის თემაზე ბრიფინგი გამართა. სამციშვილის მტკიცებით, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 16,5 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მცირდება. ქუთაისის მერია კი დაფინანსებას იზრდის. გირჩების ბრალდებებს ქალაქის მერიაში ეხმაურებიან. ვიცე-მერი აცხადებს, რომ სამციშვილის ბრიფინგი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ქუთაისი ღარიბდება, ბიუჯეტის მოცულობა შემცირებულია 20 მილიონი ლარით. მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განათლების მიმართულებით იმ ფონზე, როდესაც მერის დაფინანსება იზრდება 130,000 ლარით და გვეყოლება ახალი თანამშრომლები უამრავი ატესტაციის ფონზე და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კრიზისული ბიუჯეტი და 2016 წლის არჩევნებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ბიუჯეტის და ზოგადად ფინანსური საკითხების მიმართ არაკომპეტენტურობას მიუთითებს და მე პირველ რიგში ეჭვმეპარება, რომ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი ზურაბი ძალიან ძლიერ ფინანსისტია და ეს საქართველოში აღიარებული ამ კუთხით და ალბათ გადანახედიც კი არ აქვს და ეს უფრო ადგილობრივი წარმომადგენლების შემოქმედებას გავს, იმიტომ რომ მსგავსი არაკომპეტენტურობა ალბათ თვითონ პარტიის დამფუძნებლებსაც კი შერწყებოდა.